შუადღე მშვიდობის თქვენ უყურებთ ქალების ნარატივს. მე მარია მიზორია ვარ და დღესაც ტრადიციულად იმ ადამიანების ისტორიებს გაგაცნობთ, ვისი იდეებიც რეალურ შედეგებად იქცა. წინ საინტერესო 1 საათი გველოდება ახალი პერსპექტივებით და ადამიანებით. დღევანდელ გადაცემაში ტურიზმზე ვისაუბრებთ, ქუთაისში მდებარე სასტუმროებსა და რესტორნებს მოვიკითხავთ, რამდენად ახერხებს ქალაქი ტურისტების შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ფონზე. თემაზე ვცვლად ქრისტინე მესხაძესთან, Seven Doors-ის დამფუძნებელთან ვისაუბრებთ. რამდენიმე წუთში უკვე მაიკო კეზებაძე ქორენას დამფუძნებელი უნდა შემოგვერთდეს პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნის ნაწილში კი ლილე მაღლაფერიძე რესტორნების ლილესთან და გალას დამფუძნებელი იქნება ჩვენი სტუმარი. ეს ყველაფერი მოგვიანებით, მანამდე კი საქართველოსა და მსოფლიო ამბებს გადავხედოთ. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ქვეყანაში 3 წლის ვადით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დადგენილება 2026 წლის 27 თებერვალს გამოიცა და 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედება. მორატორიუმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 10,000 ლარის ჯარიმა კანონდარღვევი პირებისთვის. დოკუმენტის მიხედვით შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მორატორიუმი ვრცელდება როგორც პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლებზე, ასევე სხვა კონკრეტულ ჯიშებზე, რომლებიც მთავრობის შეფასებით ჰიპერპოპულაციის თვალსაზრისით დამატებით რეგულირებას საჭიროებს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონი გამოაცხადა. სარეალიზაციოდ გამოტანილია საერთო ჯამში 1363 კვადრატული მეტრი, რომელიც -1, -2 და -3 სართულებზე მდებარეობს. აუქციონის საწყისი ღირებულება 3.618.000 ლარს, ანუ კვადრატულ მეტრზე 2654 ლარს შეადგენს. აუქციონში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 9 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. ზარაფხანამ რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა, როგორც BMG ზარაფხანას აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, მაღაზია 1 მარტს გაიხსნა და City Mall-ის საბურთალოს G სართულზე მდებარეობს. თორნიკე სამხარაძის ინფორმაციით, ახალ მაღაზიაში ჩადებული ინვესტიცია დაახლოებით 60,000 ლარია და დამატებით 3 ადამიანი დასაქმდა. მისივე ინფორმაციით, წელს გეგმებში კიდევ 1 ფილიალის გახსნა შედის. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McLaren Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო საქართველოს სასტუმროებში მარტის ჩავშნების 80% გაუქმებულია. ამის შესახებ მაია წერეთელმა BMG-სთან ტურიზმის სექტორზე ომის გავლენის შეფასებისას განაცხადა, სწორედ საქართველოს სასტუმრო ბიზნესში არსებულ ვითარებას მიმოვიხილავთ უკვე სტუმრებთან ერთად რამდენიმე წუთში. თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 6 მიმართულებით 19 ფრენა გაუქმდა. ამ დროის მონაცემებით ისრაელისა და შტატების მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე თბილისის აეროპორტიდან 20-მდე ფრენაა გაუქმებული. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისებიც გადადებულია. რა გავლენა იქონია უკვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობა საქართველოს სასტუმრო ბიზნესზე, რამდენად დღის წესრიგში ჯავშნების გაუქმება ან გადავადება და რა მოლოდინი აქვს სექტორს, ვნახოთ თემაზე სიუჟეტი. ირანზე ამერიკა-ისრაელის მასშტაბურმა სამხედრო იერიშმა და თეირანის საპასუხო სარაკეტო დარტყმებმა სპარსეთის ყურეში რეგიონის საჰაერო სივრცის სრული ჩაკეტვა გამოიწვია. ავიარეისების მასობრივმა გაუქმებამ საქართველოს ტურისტული სექტორი მყისიერი დარტყმის ქვეშ დააყენა. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილის თქმით, მარტის ჯავშნების 80% ფაქტობრივად გაუქმებულია, თუმცა გრძელვადიან პერიოდზე მსგავსი დინამიკა ჯერჯერობით არ ვრცელდება. სწორედ ის ბაზრებია, საიდანაც ჩვენ მაქსიმუმი რაოდენობა შემოგდიოდა ტურისტების და ისინი იყვნენ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები, მათ შორის არასეზონსაც განსაკუთრებით რეგიონებში. 80% ჯავშნების გაუქმებულია და ყოველდღიურად მოგდის კიდევ მეტი გაუქმებები. მარტის ჯავშნებს ეხება ძირითადად ეს და მინდა გითხრათ, რომ აი ესეთ იმედი აქვთ, რომ გაიხსნება, ამიტომ ვთქვათ, დღეს მეუბნევიან, რომ ხვალ გამიუქმე. ან გუშინ მითხრეს, რომ დღეისა გაგვეუქმებინა. ესეთი ხანგრძლივ გაუქმებებს ჯერჯერობით ახლა მარტის შუა პერიოდისკენ არის
მოკლევადი ამ პერსპექტივაში განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ის მიმართულებები აღმოჩნდა, სადაც ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრების წილი ისტორიულად მაღალი იყო. დედაქალაქის გარდა, რისკის ზონაში ტრადიციულად ბათუმი და გუდაური მოექცა. ბათუმში სასტუმროების დატვირთულობა დიდწილად კაზინოს სტუმრებზე იყო დამოკიდებული, ხოლო გუდაურისთვის ისრაელი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები წამყვან ბაზრებად მოიაზრება. გარდა პირდაპირი ფრენებისა დოჰასა და დუბაის როგორც მთავარი სატრანზიტო ჰაბების პარალიზებამ, აზიიდან მომავალი სხვა ტურისტული ნაკადებით შეაჩერა. ტოპ 5-ულშია ქვეყნების გუდაურში მოგზაურების არის ისრაელი. ასევე ძალიან დიდი რაოდენობით იყო გალფის ქვეყნებიდან სტუმრები და რა თქმა უნდა ისინი ვეღარ მოდიან, ახლა ომში მყოფი ქვეყნებია, საჰაეროთ სადაკეტილია და ბუნებრივია ეს უკვე ფორს-მაჟორია. ის მომენტია, როდესაც თანხები უკან უნდა დავაბრუნოთ. ბათუმის თემა სული მთელი ზამთარი გარანტულად ჩარტერები და ფრენებს ისრაელიდან და კაზინოებში თამაშობს ეს ხალხი და თბილისშიც ესე ვთქვათ დუბაი აქტიურად ჩამოდის და ასე ვთქვათ ისრაელი თავისთავად. რომ ვთქვათ რომ ეხლა ამ წუთში ზაფხულის სეზონი დაწყებული იყო და საქართველოს გარშემო ხდებოდა ამ ტურების აქტიური მოქმედება, არა, ამ ეტაპისთვის ზაფხულის ტურები ჯერჯერობით არ აღწევს გაუქმებულა. ეხლა უკვე საუბარია საბერძნეთიდან და თურქეთიდან მომავალ მიმართულებებზეც, ვინაიდან იმის გამო რომ არსებობს გარკვეული საშიშროება, რომ რაღაც ტიპის დარტყმები იქაც იყოს, ამიტომ ზოგადად ნებისმიერ სეგმენტზე იქ ქონიებს გავლენას. შექმნილი გაურკვევლობის ფონზე ბიზნესი ალტერნატიული სტრატეგიების შემუშავებაზეც ალაპარაკდა. სასტუმრო ბიზნესის ნაწილი კადრების შესანარჩუნებლად ფასიანი შვებულებების სქემის ამუშავებასაც არ გამორიცხავს. ამის მიღმა შესაძლო ფინანსური დანაკარგის დასაბალანსებლად სექტორის ნაწილი ფსონს შიდა ტურიზმის გააქტიურებასა და ღონისძიებების არასეზონურ პერიოდში გადმოტანაზე ჩამოდის. განსაკუთრებული აქცენტი ეხლა უნდა გავაკეთოთ შიდა ტურიზმზე და ეს საინტერესოა, რომ ამ ხრივ სახელმწიფოც ჩაერთოს და რაღაც დასახოს ღონისძიებები, მათ შორის ისეთი ღონისძიებები, რაც შეიძლება ჩატარებულიყო სეზონზე, გადმოიტანონ არასეზონზე და კვება და ღონისძიებების მიმართულება მაინც დაიჭროს და ბევრი სექტორის ერთობლივი მუშაობა იქნება საჭირო იმისათვის, რომ სერიოზული უარყოფითი გავლენა არ იქონიოს ამ ამბავმა მთელ ტურიზმზე. რაც შეეხება ფასებს, აქ მოლოდინები ორად იყოფა. სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ომის გახანგრძლივების შემთხვევაში სასტუმრო ბიზნესში მოთხოვნა მიწოდების მოსალოდნელ დისბალანსსა და შესაბამისად ფასების ვარდნაზე საუბრობს. მეორე ნაწილის შეფასებით კი ფასების შესაძლო კორექციაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ფასებზე ეს გავლენას იქონიებს, ჩვენ უკვე შევცვალეთ ფასების სისტემაში, იმისათვის რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი სტუმარი და შეიძლება ის კატეგორიაც, რომელიც აქამდე არ განიხილავდა ჩვენთან დარჩენას და ცხადია ეს გაგრძელდება მარტის და აპრილის თვეში. შენარჩუნდა ღმერთმა არქნას და რა თქმა უნდა გაგრძელდა ომი. ცა ისევ ჩაკეტილია და ვერ აღდგა აზიის ბაზარი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ფინანსურად ძალიან დაგვარტყავს. იმიტომ რომ გამოთავისუფლდება უფრო მეტი საწოლფონდი სასტუმროების მიმართულებით გეუბნებით, დაიწყება უფრო დიდი კონკურენცია და ეს ბუნებრივია გამოიწვევს ფასების ვარდნას. რთული სურათის მიუხედავად სტუმარ მასპინძლობის სექტორი მხოლოდ პესიმისტური მოლოდინებით არ შემოიფარგლება. ბიზნესის ნაწილის შეფასებით კრიზისის ანალიზი ერთ საიმედო ტენდენციასაც გამოკვეთს. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის ინფორმაციით, მომხმარებელთა თითქმის 90% ჯავშნის გაუქმებასა და თანხის უკან დაბრუნებას არ ითხოვს და ვიზიტს უბრალოდ სამომავლოდ ავადებს. წინასწარ გადახდილი დეპოზიტების სასტუმროების ანგარიშებზე დატოვება კი ბიზნეს ვითარების სწრაფად დასტაბილურების იმედს უტოვებს. ამავე კონტექსტში გასათვალისწინებელია წარსულის გამოცდილებაც, რადგან ინდუსტრიის წარმომადგენელთა თქმით, ევროპელებისგან განსხვავებით აზიელი ტურისტები საჰაერო სივრცის გახსნისთანავე მოგზაურობის ჩვეულ რიტმს მყისიერად უბრუნდებიან. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა თანხების ნაწილი შევუნახოთ, გადავუვადოთ და წლის ბოლომდე ვაძლევთ ასე ვთქვათ ვაუჩერებს, რომ ჩვენც არ ვიზარალოთ როგორც ბიზნესმა უკან დაბრუნებაზე და თვითონაც რაღაცა იმედი აქვს, რომ მაინც დაბრუნდებიან. განსაკუთრებით ისრაელი ამ ხრივ აქტიურობს და ამბობს, რომ გარდა გამონაკლისი რამდენიმე შემთხვევებისა შემინახეთ თანხა და გაიხსნება თუ არა ცა ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ. Marriott International-მა გამოაგზავნა შეტყობინება, რომ ის ადამიანები, ვისაც ჯავშნები გაუქმდებათ
ჯერჯერობით ეს არის 6 მარტამდე პერიოდში და შემდგომ ალბათ განხანგრძლივდება ეს პერიოდი, ჯარიმა არ დაერიცხებათ, რაც საკმაოდ კარგი მიდგომა კომპანიის მხრიდან. 50% წინასწარ ჰქონდა ფული ჩარიცხული და ეს ხალხი ამ ფულს უკან აკეთებს ამ ეტაპზე, იძახიან რომ ჩვენ ამ ფულს გამოვიყენებთ შემდგომში. რომ შევაჯამოთ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა მოსაზრებით მოკლევადიანი ესკალაციის პირობებში ფინანსური დანაკარგი უმოკლეს დროში აღდგება. კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კი ინდუსტრიას ახალ ბაზრებზე სწრაფად გადართვა და ტარიფების დაკორექტირება აუცილებლად მოუწევს. სასწორის რომელი პინა გადაწონის ამას რო გვჩვენებს, თუმცა ბიზნესი დარწმუნებულია, რომ მძიმე წარსული, განსაკუთრებით პანდემიური გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუმარ მასპინძლობის სფერო, მსგავს რყევებთან ადაპტაცია უკვე კარგად ისწავლა და გამოსავალს ამჯერადაც იპოვის. ვიზიარმა დროებით ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბისა და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებით ან 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით. რამდენად დაიწყო ქუთაისის ტურისტული აქტივობის შემცირება, თემაზე საუბარს უკვე ქრისტინე მესხაძესთან, Seven Doors-ის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ქრისტინე, მოგესალმები, მადლობა დროისთვის და გადაცემის ჩართულობისთვის. მოგესალმებით, სალმე, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა პირიქით თქვენ მოწვევისთვის. ქრისტინე, უპირველესად მაინტერესებს რა ვითარება ახლა ქუთაისში, იმიტომ რომ ვიცით, რომ ვიზიარს დროებით შეჩერებული აქვს, ხო, ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან საომარი მოქმედებების გამო ირანში. როგორია ვითარება, თუ დაიწყო უკვე ჯავშნების გაუქმება და თუ შეინიშნება მიმდინარე მოვლენების გავლენა ქუთაისის ტურიზმზე? სალმე, რა თქმა უნდა, დაიწყო ჯავშნების გაუქმება. უკვე აპრილის ჯავშნებზეც დაიწყეს მოწერა, რა ალტერნატივა შეგვიძლია შევთავაზოთ, კითხულობენ ამას, როგორ შევძლიათ, რომ გააუქმონ, შევუნახავთ თანხებს, დაუბრუნებთ თუ ასე შემდეგ, უკვე აპრილზეც, იმიტომ რომ მარტშიც სავარაუდოდ არ აქვთ კარგი მოლოდინები ქუთაისს რაც შეეხება. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა ძალიან იმოქმედებს და იმოქმედა, მაგრამ იქამდეც ბოლო 3 თვეა ქუთაისში საერთოდ ტურისტი ისედაც არ შეინიშნება. ძალიან კარგი იქნებოდა თუ მასიურად იქნებოდა შესაძლებელი სასტუმროების მფლობელების, აპარტამენტების მფლობელების გამოკითხვა, რომ თქვენც დაინახოთ რეალური სურათი და მათაც დაინახონ, ვისაც არ შეუძლია ამ რეალობის აღქმა, რომ ქუთაისში სერიოზული დეფიციტია ტურისტების, უბრალოდ ქუჩაშიც რომ გაიაროთ, მაგითაც მიხვდებით, რომ ნამდვილად არ არის ქუთაისში ტურისტები და ძალიან კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების მასიური გამოკითხვა იქნებოდა შესაძლებელი, რომ ცხადი იყოს, რომ ყველას გვაქვს რეალურად ერთი და იგივე პრობლემა. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩართვაზე ვილაპარაკო, როგორ არ გვაქვს ჯავშნები, როგორ განვიცდით ტურისტების ნაკლებობას, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი, როგორ ვერ ავუდივარ ჯავშნებს და როგორ გეგმავ ახალ სასტუმროს და ახალ ბიზნესს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ძალიან კარგი იქნებოდა თუ შევძლებდით ამ პრობლემის უფრო ცხადად დანახებას მათთვის, ვისაც ხელი ეწიფება, რომ რეალურად ვიფიქროთ, როგორი გზით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, რას გეგმავთ სამომავლოდ, იმიტომ რომ არანაირი გეგმა არ არსებობს, ყოველ წელს განვიცდით უფრო და უფრო ნაკლები სტუმრის არსებობას. მოგეხსენებათ, რომ Seven Doors გახსნის პარალელურად გაიხსნა რამდენიმე სხვა სასტუმრო, ასევე იხსნება აპარტამენტები, შესაბამისად ტურისტიც ამის პარალელურად უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ეს ასე არ არის, მიწოდება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე არის მოთხოვნა. ჩემს ირგვლივ მაგალითად რამდენიმე აპარტამენტის მფლობელი, რომელსაც ვიცნობ და ვცვლით ხოლმე პერიოდულად ინფორმაციებს ერთმანეთში, საერთოდ კრედიტების გადახდის პრობლემა დაუდგა ამ ადამიანებს. ერთი ძალიან კარგ აპარტამენტზე მინდა გითხრათ, რომ ყიდის მეპატრონე, იმიტომ რომ ფიზიკურად უკვე ვერაუდის ხარჯებს და მომართვიანობა საერთოდ არ აქვს. სერიოზული პრობლემა ამ ქალაქში ამ საკითხთან დაკავშირებით და ყოველ წელს ესე ვთქვათ, უფრო და უფრო მღრიე წყალში გვიწევს თევზის დაჭერა. ქრისტინე, რა არის ამის მიზეზები, იმ პრობლემების, რაც ჩამოთვალეთ თქვენს? ბოლო 3 თვეაო ახსენეთ, რომ ფაქტობრივად ქუთაისში ტურისტი არ ყოფილა. თქვენი შეფასებით, რა არის ამის მთავარი მიზეზები და რატომ დგას დღეს სასტუმრო ბიზნესი ქუთაისში და არა მხოლოდ სასტუმრო ბიზნესი ამ პრობლემის წინაშე?
საერთოდაც ქალაქში არანაირი გეგმა არ არსებობს, არანაირი მიზიდულობის ძალა არ არსებობს. მაგალითად, თუ სტუმრები, რომლებიც ჩემთან ძირითადად ქუთაისს იყენებენ გამტარიანობისთვის, ხო? აი მაგალითად, ზამთრის სეზონი უნდა იყოს დატვირთული იმისთვის, რომ ჩამოვიდეს პირობითად დარჩეს ერთი ღამით ქუთაისში და შემდეგ გაემგზავროს ზამთრის კურორტებზე. გასულ წლებში მაგალითად მყავდნენ პოლონეთიდან სტუმრები, რომლებმაც მითხრეს, რომ წინა წელსაც ვიყავით თქვენთან, აი წელსაც დავრჩებით, დღესაც დავრჩებით და ხვალ უკვე მივიდივართ. ეს ტენდენციაც უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ახალს ვეღარაფერს ვეღარ ვთავაზობთ ამ ადამიანებს და შესაბამისად ინტერესიც იქლებთ. როგორც ჩვენთვის არ იქნებოდა საინტერესო ყოველ წელს ერთი და იგივე შეთავაზებით ნახვა, იმათთვისაც ესე არის. პირდაპირ მიდიან ჩვენთან იმ ერთი ღამის დაყოვნების გარეშეც კი. საერთოდ არაფერი არ იგეგმება ამ ქალაქში, არაფერი ახალი არ კეთდება. როგორც ეთყობა ეს რა თქმა უნდა იწევს. ეხლა მაგალითად სევენდორის როდესაც ხსნიდით, ჩვენი გათვლა იყო გალფის ქვეყნებზე. წინა სასტუმროს გამოცდილებიდან რა თქმა უნდა ყველა სტუმრისთვის იყო, მაგრამ მაინც აქცენტი მქონდა გალფის ქვეყნებზე გაკეთებული და ყველაფერი რაც მოვაწყვეთ მიმართული იყო ძირითადად აი მაგალითად აბაზანაც მაგათ ინტერესებზე იყო მოწყობილი გალფის ქვეყნებით ის რომ უნდა იყოს უფრო პრივატული გარემო უნდა იყვნენ იზოლირებულები ცალკე უნდა ქონდეთ სამზარეულო ყველაფერი ქონდა გალფის ქვეყნებზე გათვლილი ძირითადად და ბოლოს აღმოჩნდა რომ საერთოდ რეისიც გაუქმდა შესაბამისად ამ ადამიანების მომართვიანობა საერთოდ გაქრა ხო ასეა ეს პრობლემები ყველაფერი საბოლოო ჯამში იყრის თავს და ვინაიდან ყოველწლიურად არაფერი არ იცვლება, ტენდენციაც რა თქმა უნდა უფრო და უფრო ქვემოთ მიდის მომართვიანობის და ასე შემდეგ. კი ბატონო. მოკლედ რომ შევაჯამოთ თქვენი საუბარი გამოსავალს ხედავთ ინფრასტრუქტურის მეტ განვითარებაში და ისეთი ატრაქციების შექმნაში, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს, ხო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ქუთაისის მე ვთვლი რომ თუ სწორად იქნებოდა გაკეთებული შესაბამის სამსახურებს მაგალითად შეუძლიათ რომ დაჯავშნის პლატფორმები, ოფიციალური დაჯავშნის პლატფორმები სადაც არის, გამოითხოვონ სტატისტიკა რეალურ დროში და რეალური სტატისტიკა. რაზეა მაგალითად მოთხოვნა, რას ითხოვენ, რა უფრო აინტერესებთ, რომელ ქალაქზეა გათვლა. ჩვენც დაგვეხმარებოდა, ანუ ძალიან მარტივია შეიქმნას პლატფორმა, სადაც ჩემნაირი ადამიანები შევლენ, ნახავენ რეალურ სტატისტიკას, შესაძლოა მე ამ წუთას გათვლა მქონდეს და აქცენტი მქონდეს პოლონეთზე და ამ დროს მომართვიანობა უფრო იყოს გერმანიიდან. ძალიან მარტივია. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი ტურიზმის სამსახურებს, აი მათ ჩვენონ ქუთაისში, თუნდაც ერთი სასტუმრო, ერთი აპარტამენტი, რომელიც ვერაუდის ჯავშნებს. მე დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ ადამიანებისგან რჩევებს და რეკომენდაციებს, იქნებ რაიმეს არასწორად ვაკეთებ, ხო? დიდი სიამოვნებით მივიღებდი რჩევებს უბრალოდ მოიყვანონ ერთი ბიზნესი მაინც, რომელიც ვერაუდის ჯავშნებს ქალაქში და მე აუცილებლად მივიღებდი რჩევებს და რეკომენდაციებს. ჩემთვის როგორც ერთი ადამიანისთვის, ერთი მეწარმისთვის ვთვლი, რომ ამ ქალაქში ორი საუკეთესო სასტუმრო შევქმენი, მე როგორც ერთ მეწარმეს არ მაქვს ჩემის მხრივ პრობლემები ამას მეტყველებს ჩემთან მოსული სტუმრები, რომლებსაც ვხვდები და აქვთ საუკეთესო უკავშირი და აღფრთოვანებულები არიან და უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, მაგრამ ვთვლი, რომ ქალაქი არ მაძლევს საშუალებას შევქმნა უფრო უკეთესი, ახალი და საერთოდაც ვიარსებო, არსებულით, შექმნილით ვიარსებო. ქრისტინა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას მინდა კიდევ ერთხელ შევეხოთ. ახსენეთ ჯავშნების გაუქმება, მათ შორის აპრილის თვეზეც ვრცელდება ხომ ეს ტენდენცია. მინდა შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანი სეგმენტია ისრაელი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთი ქუთაისისთვის და რამდენად არიან ეს ის ტურისტები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ქუთაისის სასტუმრო ბიზნესს. რა დანაკლისია ეს თქვენთვის? ძალიან დიდი დანაკლისია. აი როგორც გითხარით, აპრილის ჯავშნებზე უკვე წამოვიდა შეკითხვები, რა ალტერნატივებს შევთავაზებთ. რაც შეეხება ზაფხულის ჯავშნებს, მე არ ვიცი სხვა ქალაქებში როგორ არის, მაგრამ ზაფხულის ჯავშნებზეც მომართვიანობა არის ძალიან დაბალი, იქამდე ვიდრე ეს კონფლიქტი დაიწყებოდა მანამდეც, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ამ ქალაქის ინტერესი ტურისტისთვის ყოველდღიურად უფრო და უფრო იკლებს. მე მაგალითად, ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, გასულ წლებში ყველაზე დაბალი მომართვიანობის და ნაკლები
დატვირთული სეზონის დროს, როცა სხვა ბიზნესებთან, სასტუმროებთან, აპარტამენტებთან გქონდა კომუნიკაცია და წუხდნენ მომართვიანობაზე, ჩემთან ამ დროს სიგნიჩაში მაინც სხვა სურათი აღინიშნებოდა, სხვებთან შედარებით, მაინც ჩემთან უფრო იყო მომართვიანობა. ამ მომენტში, როცა ჩემთან ასეთი ნაკლები მომართვიანობა არის, მე უკვე შემიძლია ვივარაუდო, რომ სხვებთან მართლა დგას ის პრობლემა, რაზეც ისინი პირად საუბრებში საუბრობენ. კი ბატონო. როგორია მოლოდინების სამომავლოდ რთულია ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში მოლოდინებზე საუბარი, თუმცა მინდა შევაფასოთ მაინც ამ მიმართულებითაც. არ მინდა რაღაცნაირად არაპოზიტიური რომ ვიყო, მაგრამ ამ მდგომარეობაში და ამ მოცემულობაში საერთოდ გაფართოებაზე არ ვფიქრობ. დაგეგმილ სერვისებზე, რაც მინდოდა რომ შემეთავაზებინა ჩემი სტუმრებისთვის, ამ მომენტში არ ვაპირებ, ველოდები სიტუაციის შეცვლას, მაგრამ როგორც ხვდები, კიდევ იმის იმედზე ვარ, რომ სეზონი იქონიებს თავის მხრივ რაღაც გავლენას და ჩვენი ეს დაუღალავი შრომა და ალტერნატივების მოძებნა და საკუთარ თავზე დახმარების შესაძლებლობები ალბათ უფრო კიდე რაღაც სურათ შეგვიცვლის. თუმცა ამ მომენტისთვის, როგორც გითხარით, არანაირ გეგმებს აღარ ვამყარებ მომავალზე და საერთოდ არ ვფიქრობ რაიმის დამატებითი ხარჯების გაწევაზე, იმიტომ რომ არსებული ხარჯების გამკლავებასაც თითქმის ვეღარ ახერხებს და სხვა შესაძლებლობებიდან ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. გასაგებია. ქრისტინე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ჩართულობისთვის გადაცემაში, წარმატებები და დაველოდებით თქვენგან სიახლეებს. მადლობა თქვენ და ნახვამდის. ქრისტინა მესხაძე Sevendors-ის დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში, ახლა კი რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რამდენიმე წუთში ვაგრძელებთ ქუთაისში არსებული ტურიზმის სექტორის მოკითხვას. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ ტურიზმზე საუბარს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო თბილისი და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ასევე ქუთაისის აეროპორტში ფრენების ნაწილი შეჩერებულია. რა გავლენა აქვს არსებულ ვითარებას საქართველოს ტურიზმზე იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტში ის ქვეყნები არიან ჩართულნი, რომლებიდანაც ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი სტუმრობს საქართველოს. რამდენად აისახა მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ტურიზმზე, რა ვითარებაა მათ შორის იმერეთში. მაიკო კეზევაძე, ქორენას დამფუძნებელი, გვერდდება პირდაპირ ეთერში. მაიკო, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. მოგესალმებით, პირიქით ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მანებივრებს თქვენი გადაცემა ხშირი სტუმრობით. მოგესალმებით, ზოგადად ის სიტუაცია, რაც მსოფლიოში განვითარებული არის ტურიზმის სფეროსთვის საკმაოდ დიდი დარტყმა არის და ალბათ ეს წელიწადი ამ ქვეყნებიდან ნაკლებად იქნება შემოდინება ტურიზმის, რაც ძალიან ცუდი არის. მე აღნიშნავ იმას, რომ ჩემ შემთხვევაში თვითონ ამ სეგმენტზე მე არ მიწევს მუშაობა და არა მაქვს დიდად ამ ქვეყნების ჩავშნები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თავისთავად ცხადია, დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ ჩემი კოლეგები, რომლებთანაც გვაქვს საერთო ჩატები, ჯგუფები, იწერებიან რამდენი ჯავშანი გავუქმდათ. მათი ჯავშნის გაუქმება ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ზარალი არის, რადგან ჩემი შემთხვევა სასტუმროში ხშირად არ ვსტუმრობენ, თუმცა ვახშმებზე დიდი ჯგუფები შემოყავდათ და თავისთავად ცხადია ეს დანაკლისი ნამდვილად აისახება ტურიზმის სფეროში. კი ბატონო, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუ იგრძნობა უკვე გაუქმების ტენდენციები, ჯავშნების გაუქმებას გულისხმობ, არა მხოლოდ ამ სეგმენტიდან, იმიტომ რომ ზოგადად მსოფლიოში იწვევს ხო შიშს არსებული ვითარება მოგზაურობასთან დაკავშირებით. იცით რა არის, ჩემ შემთხვევაში ვერ გეტყვით ამ წუთში რომ რამე ჯავშნები მასიურად გამიუქმდა. ალბათ ისრაელიდან მქონდა რამოდენიმე ჯავშანი და ჯერჯერობით გაუქმებული არ არის, მაგრამ ველოდებით რომ შეიძლება გაუქმდეს. ეს კომპანიების დაჯავშნილი ჯგუფები არის და ჯერჯერობით ეთყობა კომპანიებს არა აქვთ რაიმე ინფორმირება. ამ ეტაპზე მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ესეთი დიდი დანაკლის განვიცდი მე თვითონ, იმიტომ რომ ჩვენი სეგმენტი უფრო არის
ევროპული სეგმენტზე ვმუშაობთ უმეტესად. აგრო და გასტროტურიზმის სფეროთი უფრო ინტერესდებიან ევროპელი ხალხი და ევროპელი ტურისტები და ამიტომ ვერ ვიტყვი რომ მე მაქვს რაიმე დანაკლისი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დანაკლისი ჩემზე თუ არ არის სხვისთვის არ იქნება პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები, რომლებიც მუშაობენ ამ სეგმენტზე, მათთვის ეს დიდი პრობლემა არის და ნახოთ როგორ იქნება რა. ყოველ წელიწად შიშის წინაშე ვდგავართ სხვათა შორის. წინა წელიწადი იყო და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური არეულობა მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში თუ ასე შემდეგ დიდი დარტყმა იყო და მაისისთვის ჯავშნები გაგვიუქმდა, თუმცა შემდეგ შემოვიდა და ასე შემდეგ. რაღაცა არც ერთი წელიწადი ამ ბოლო წლებში მესი მოსვენებულად არა ვარც არც შიდა პოლიტიკით, არც გარე პოლიტიკით, რომ რაღაცა დამშვიდებულად გქონდეს სტუმრების მიღების შესაძლებლობა. კი, ნამდვილად ასეა. მაიკო, ახლა რომელი ქვეყნის დამსვენებლების ჯავშნები ჭარბობს ქორენას შემთხვევაში და როგორია დატვირთულობა და ტენდენციები? ძირითადად ზამთრის პერიოდში ძალიან ბევრი იტალიელი იყო. არ ვიცი რამ განაპირობა ამ იტალიელების ამდენი შემოდინება, თუმცა გვიტყოდი რომ 50% იტალიელები. პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ლატვიას ცოტა უჭირს უკვე, რადგან პირდაპირ რეისი ქუთაისს არ აქვს. ახლა ზამთარი ესეთი 100% დატვირთული არასდროს არა ვართ და ეს ახლა გამორიცხულია ვინმე თქვას რომ 100% დატვირთული ვართ. თუმცა შემიძლია აღვნიშნო რომ ზამთარშიც არის იმდენი სამუშაო და ჯავშანი რომ თვითონ სასტუმრომ და ობიექტმა თავი შეინახოს და მომსახურე პერსონალი შევინახოთ და სეზონისთვის მოვიმზადოთ. ქორენას შემთხვევაში როდის იწყება ხოლმე განსაკუთრებით აქტიური სეზონი და ახლა თუ არის უკვე წინასწარი ჯავშნები, მაგალითად მაისი, აპრილის პერიოდში? თითქმის მთელი ზაფხული დაჯავშნილი მაქვს, მაგალითად შემიძლია გითხრათ რომ აგვისტოში და სექტემბერში საერთოდ არ აქვს ადგილი. უკვე დაჯავშნილია ხო? კი, აგვისტო-სექტემბერი დაიჯავშნა, ნოემბრიდან დაიწყეს უკვე ჯავშნები. ჩვენ ხო ერთი ვთქვათ თემით არ მუშაობთ, აი მაგალითად ჩვენთან ეს კულინარიული მასტერკლასები ცალკე ვახშამი არის, ცალკე სასტუმროს თემა. სხვადასხვა სეგმენტით იჯავშნება თავისთავად სხვადასხვა მომხმარებელი ყავს ყველაფერს. ეხლა მარტის თვეში მაგალითად ეხლაც ჩემთან ამ ეტაპზე ცხოვრობს გელათის რეაბილიტაციისთვის ჩამოსული უცხოელები, რომლებიც გელათის მონასტრის ტაძარზე მუშაობენ, იტალიელები არიან, ბრიტანელები არიან და გერმანელები არიან. როგორია, იცით, ანუ ვერ გაიგებთ, ეხლა მაგალითად პარალელურად ლიტვიდანაც მყავს სტუმრები. მარტის შუა რიცხვებიდან უფრო დატვირთული ვართ. აი აპრილის პირველი პერიოდი კარგად გვაქვს დატვირთული, პირველი ნახევარი, მეორე ნახევარი უფრო ნაკლებად. ასევე მაისი დატვირთულია. სულ აი შემიძლია გითხრათ, რომ მაისში ალბათ ერთი კვირა შეიძლება იყოს ესეთი ისა, რომ ნაკლებად იყოს ჯავშანი. თუმცა მოკლედ მაისიდან მერე უკვე ზაფხულის ჩათვლით არის სრულად დაჯავშნილი. ჩვენთან იცით როგორ არის, აი წინა წლებში მაგალითად უფრო ნაკლებად ვმუშაობდით ზამთარში, იმიტომ რომ პირობებიც არ მქონდა მაგისი, აი გაზდის პრობლემა იყო, გზის პრობლემა იყო. ახლა რაღაცა ნელ-ნელა ეს საკითხები მოგვარდა და უფრო მეტი გვაქვს დატვირთვა, მინდა გითხრათ, რადგან უკვე კომფორტული გახდა ოთახებიც და გათბობის შესაძლებლობაც უფრო. კი ბატონო. მადლობა მაიკო კეზევაძეს. კი, ჩვენთან ერთად იყო მაიკო კეზევაძე, ქორენას დამფუძნებელი. ირანში მიმდინარე ესკალაციის ფონზე დუბაის საერთაშორისო აეროპორტის დახურვა უკვე მძიმე დაისახება. ავიაბაზარზე პირველ რიგში ავიაკომპანია ემირატსზე, რომლის ყოველდღიური $100 მილიონი შემოსავალი რისკის ქვეშ დგება. ზარალს განიცდიან ასევე Fly Dubai-ში და სხვა გადამზიდავები, მაშინ როცა ერთი დღის პარალიზებამ შესაძლოა $1 მილიარდამდე ეკონომიკური დანაკარგი გამოიწვიოს და რეგიონული ფინანსური ჰაბის სტაბილურობაზე გავლენაც იქონიოს. უფრო მეტი დეტალი ამ თემაზე ჩვენს სიუჟეტში ვნახოთ.
აეროპორტების მოულოდნელი დახურვა. იქნება ეს საომარი მოქმედებებისგან, სხვა პოლიტიკური დაძაბულობებისგან, პანდემიისგან თუ მსგავსი მოვლენებისგან გამოწვეული ეკონომიკურ ზარალთან პირდაპირ კავშირშია. ამ დროს ერთ-ერთი მთავარი, ვინც ზარალდება, ავიაკომპანიები არიან. ირანში მიმდინარე ომის ფონზე დუბაის დახურვის პირველი მსხვერპლი ავიაკომპანია ემირატებია, რომლის სათავო ოფისიც სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს. ავიაკომპანიის განცხადებით 2025 წელსა და 2026 ფისკალური წლის პირველ თვეს მისი შემოსავალი 65 მილიარდ 600 მილიონი არაბული დირჰამი იყო, რაც ყოველდღიურად 360-დან 370-მდე მილიონი დირჰამით, ანუ 98-დან 100-მდე მილიონი ამერიკული დოლარით იზრდება. ეს შემოსავალი ავიაკომპანიის გლობალური ქსელის მასშტაბით გენერირდება. თუმცა საემიროები ერთადერთი ავიაკომპანია არაა, რომელიც ამ დღეებში ზარალს ნახავს. Fly Dubai და სხვა უცხოური გადამზიდავები, რომლებიც დუბაის სხვადასხვა ქვეყნებს შორის მთავარ სატრანზიტო ხიდად იყენებენ, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდნენ. თუ გავრცელებულ ცნობებს დავეყრდნობით და დუბაის ოფიციალური პირების ადრინდელ განცხადებებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აეროპორტის მოულოდნელმა დახურვამ შეიძლება წუთში მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვიოს, რაც როგორც ავიაკომპანიებისთვის, ისე ტვირთბრუნვის, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესისთვისაც მომენტალური ნეგატიური ეფექტია. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი დღის პარალიზების ზარალმა შესაძლოა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს და ეკონომიკური აქტივობების სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს. დუბაის აეროპორტი გასულ წელსაც დროებით დაიხურა. დრონების საეჭვო აქტივობის გამო, თუმცა მიმდინარე სამხედრო ესკალაციის მასშტაბის გათვალისწინებით, ახლა ზიანი შესაძლოა გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი მისი სავაჭრო სივრცეებითაც ცნობილია და თითო მგზავრზე საშუალოდ 50-დან 70 დოლარამდე შემოსავალს იღებს და თუ ამ მონაცემს აეროპორტის ტიპურ დღიურ მგზავრთნაკად შევუსაბამებთ, ნათელი გახდება, რომ მხოლოდ ერთი სტანდარტული დღის განმავლობაში აეროპორტისა და ტერმინალის შემოსავლებიდან 10-დან 18 მილიონ დოლარამდე ქრება. ამას საემიროების დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ყოველდღიური შემოსავალიც ემატება, რომელიც ამჟამად შეფერხების რისკის ქვეშ დგას და ასევე სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების შემოსავლები, რომლებიც სატრანზიტო მგზავრებს ემსახურებიან. ცხადია, ამ ქალაქზე არსებული მდგომარეობის ზემოქმედება მხოლოდ აეროპორტით არ შემოიფარგლება. დუბაი, როგორც მსხვილი ეკონომიკური ჰაბი, 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე დაახლოებით 680 მილიარდი დირჰამის გაყიდვებს აფიქსირებდა, ანუ ყოველდღიურად 1.8 მილიონიდან 1.9 მილიონ დირჰამამდე ტრანზაქციას. ჯებელ-ალის თავისუფალმა ზონამ და მისმა აეროპორტმა 2 წლის წინ ვაჭრობის ისტორიულ მაჩვენებელს 190 მილიარდ დოლარს მიაღწიეს, რაც ყოველდღიურად 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ბრუნვას უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატისტიკა მიმდინარე შეფერხებით გამოწვეულ ზარალს არ ასახავს, ის ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკური აქტივობების მასშტაბებს, რომელიც საბოლოო ჯამში დუბაის ღიაობასა და ურთიერთკავშირებზეა დამოკიდებული. ბაზრებმა რეაგირება უკვე დაიწყეს. და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ცხადია, გადალაგება კვლავ გაგრძელდება, რადგან ამ ეტაპზე ინვესტორები ავიაკომპანიების, დეველოპერებისა და ბანკების მოგების პროგნოზებს ხელახლა აფასებენ. როგორ მიმდინარეობს ზამთრის სეზონი ქუთაისში, იგრძნობა თუ არა ტურისტული აქტივობა? ვიზი არის შეჩერებული ფრენების ფონზე, თემაზე სასაუბროდ ლილე მაღლაფერიძე, რესტორნების ლილესთან და გალას დამფუძნებელი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. უპირველესად მაინტერესებს თუ არის რაიმე ტიპის გავლენა ქალაქში აქტივობასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ვიზი არის მოუწია, რომ რამდენიმე მიმართულებით შეეჩერებინა დროებით გადაედო ფრენები. როგორია ამის გავლენა და თუ იგრძნობა? აი თუ აღმოსავლეთიდან ფრენებს გულისხმობთ, ამ შემთხვევაში შარშანდელი წერილი უკვე ეს აღარ ფუნქციონირებდა, ამიტომ ამ მიმართულებით გავლენას ვერ დავინახავთ, რაც შეეხება აბუ-დაბის დიახ, ეს შარშან უკვე აღარ ფუნქციონირებდა, მე როგორ ინფორმაციაც მაქვს. შესაბამისად, ამ ტიპის კლებას ვერ ვიგრძნობთ, თუმცა ვფიქრობ, რომ აი ევროპული ტურისტის გადაწყვეტილებაზე როგორ გავლენას მოახდენს, ეს ძალიან საინტერესოა. და ამავდროულად ვთვლი, რომ ევროპელი ტურისტი საკმაოდ ფრთხილია და აი ეხლა მიმდინარე სეზონი, რომელიც უკვე იწყება, ალბათ შევხედავთ რა გავლენას მოახდენს. კი ბატონო, რამდენად არის ის სეგმენტი, მნიშვნელოვანი სეგმენტი ქუთაისისთვის, სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც ახლა კონფლიქტში არიან ჩართულები, გულისხმობ მათ შორის ახლო აღმოსავლეთს, ისრაელს, თუ იყვნენ ეს ის სეგმენტი, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ქალაქს და თქვენი რესტორნების ჭრილშიც იგრძნობოდა მათი სტუმრიანობა, აქტივობა. კი ბატონო. შედარებით დიდი წილი იყო ისრაელიდან, აქტიურად ყავდა სტუმრები, 5 წელია რაც ამ სფეროში ვარ და აქტიურად ყავდა გარდა შარშან წინდელი პერიოდისა, შარშან საკმაოდ ნორმალურად
ისრაელიდან უფრო, ვიდრე სხვა სამწუხაროდ გაწყდა ხმა და სხვა ქვეყნები, რომელი აღნიშნეთ ვერ გავიგებთ. კი ბატონო, ახლა როგორია აქტივობა, ვინ არიან ძირითადად თქვენი სტუმრები, როგორია ადგილობრივების წილი? ძირითადად რუსული აუდიტორია, პოლონური აუდიტორია, აი უფრო ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია მათი წილი შემცირებულია და რა თქმა უნდა ახლა არის არასეზონური პერიოდი და ქართული აუდიტორიის მოცულობა გაზრდილი არის. კი ბატონო, ახსენეთ ევროპული ქვეყნების შემცირებული წილი, ეს უკავშირდება დაბალ სეზონს თუ ზოგადად ტენდენციაა ბოლო პერიოდში ასეთი? ზოგადად ბოლო პერიოდში ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპელი ტურისტის წილი საკმაოდ შეიცვალა. მე აღნიშნე კიდევაც, რომ სამიზნე ჯგუფის სრული ცვლილება მოხდა. ძირითადად აქცენტირებული მაინც ვიყავით ქართული გასტრონომიის ჭრილში, ღვინოზე, იმერულ ღვინოზე, საოჯახო მარნები იწვევდა ძალიან დიდ ინტერესს. შარშანდელი წელი რაღაც ეს მიმართულება მნიშვნელოვნად თითქოს ნაკლები ყურადღება მივაქციეთ ჩემი მხრიდან, რახან მოთხოვნაც ნაკლები იყო და ამ შემთხვევაში ხო ესე მოგვიწია. ლილე, ის ცვლილება მათ შორის ტურისტული სეგმენტის, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა უკვე აქცენტს უფრო მეტად აზიური ქვეყნების დამსვენებელზე აკეთებს. ინდოეთი იქნება, ეს ჩინეთი და ინიშნო პირდაპირ ფრენებიც. აქედან გამომდინარე, ეს სეგმენტური ცვლილება რა გამოწვევებს უქმნის ქართულ სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მაგალითად ინდოელი დამსვენებლისთვის იმდენად საინტერესო არ არის ქართული სამზარეულო და კერძები, ისინი უფრო მეტად არჩევანს აკეთებენ სპეციფიკურად მათზე გათვლილ, მათ შორის ინდურ რესტორნებზე. ეს ცვლილებები რა გავლენას ახდენს ბიზნესზე და რა პრობლემებს უქმნის სტუმარ-მასპინძლობის სექტორს? მოთხოვნა აქვს სპეციფიურ კერძებზე, მათთვის სასურველ, მათთვის დამახასიათებელ, რაღაც პოზიციებს პოულობენ, ბუნებრივია მენიუდან, თუმცა დიდი წილი თუ კი ამ აუდიტორიამ უნდა მოიცვას სამომავლოდ, რაღაც მგონია რომ ჩვენს გარკვეული გადაწყობა დაგჭირდება და რაღაც ამათვის ავთენტური იმერული ქართული კერძები ნაკლებად საინტერესოა. შესაბამისად ჩვენს მოგვიწევს თუ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რაღაც სპეციფიური მენიუს შექმნაზე მუშაობა, რომ რაღაც ერთგვარად რომ ვიმუშაოთ და საქმიანობამ შედეგი მოიტანოს. კი ბატონო, ანუ გადაწყობაში იგულისხმება მორგებული კერძების შეთავაზება, ხო, როგორც დიახ, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც შარშანწინ აქტიური იყო აბუდაბიდან ფრენები, ჩვენ მათთვის შევქმნით სპეციალური რამდენიმე კერძი, რომელსაც ისინი გიდები უწევდნენ რეკომენდაციას და ამათ მიირთმევდნენ. შესაბამისად, მენიუს 80% მათთვის მისაღები არ არის, ხორცის სპეციფიკიდან და სხვადასხვა სპეციფიკებიდან გამომდინარე. ლილე, როგორია მოლოდინები ბოლოს კითხავთ უკვე მომავალ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, გაზაფხულის სეზონიც გვიახლოვდება, ხო? პრინციპში თბილი დღეებით მალე წამოგვეწევა. შესაბამისად, როგორია თქვენი მოლოდინები და ამ დროს რამდენად იზრდება ხოლმე აქტივობა? ზოგადად სტაბილურად ამ პერიოდს უკვე თებერვლის დასასრულიდან მარტი, აპრილი, მაისი არის სტაბილურად ზრდის ტენდენციები. უბრალოდ იმდენად რთულია პროგნოზირება ჩვენს ქვეყანაში. რაიმეს პროგნოზის გაკეთება იმდენად რთულია, მეც ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, საერთოდ როგორი სეზონი გვექნება, ეგეც ჩემთვის ძალიან ისეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა მეც თქვენთან ერთად დავაკვირდები. 5 წლის სტატისტიკას ვაწარმოებ და ტენდენციები არის სტაბილურად ზრდადი, შარშან იყო გარკვეული ჩავარდნები, გარემოებებიდან გამომდინარე, ვნახოთ როგორი იქნება წელს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართულობისთვის და წარმატებულ სეზონს გისურვებთ. თქვენ დიდი მადლობა და წარმატებები. ლილე მაღლაფერიძე, ლილესთან და გალას დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად, ამით კი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე გემშვიდობებით ხვალამდე, თუმცა BMG-ს ეთერს რამდენიმე წუთში უკვე საქმის კურსი აგრძელებს.